მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია და ჩემი საავტორო გადაცემით ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება მე ვაჟა ოთარაშვილი ფრიად საპატივსაცემო და ძალიან უცნაურ სტუმარს წარმოგიდგენთ. ეს არის ბატონი ნიკო იმედაძე ქუთაისიდან. მოგესალმები ნიკო, კეთილი იყოს შენი შემოსვლა ქართული ტელევის ეთერში. მე ორიოდე სიტყვით მის ბიოგრაფიულ მონაცემებს ვიტყვი. რამე თუ ეს უცნაური შემოქმედი 1973 წელსაა დაბადებული და იგი პირველად ფართო საზოგადოებამ, ქართველობამ სწორედ ეროვნული მოძრაობის ლიდერების გვერდზე გაიცნო. დიახ, ბატონი სვიად გამსახურდიას და ბატონი მერაბ კოსტავას გვერდით იდგა ნიკო იმედაძე. ეს პატარა ბიჭი მაშინ ალბათ 16-17 წლის თუ იქნება. შეიძლება უფრო პატარას 15 წლის. ამაზე ის სურათები, ისტორიული სურათები მეტყველებენ, რომელსაც დღეს შეიძლება ბევრი ნატრობდეს. აი ეს პიროვნება ძალიან მრავალმხრივი შემოქმედია, მე ვიტყოდი. მრავალმხრივი შემოქმედი და უპირველესი რა არის მისი შემოქმედების თავარი შტრიხი. მას უსაზღვროდ უყვარს სამშობლო ქუთაისიდან დაწყებული. ქუთაისიდან, რომელიც მისი საოცნებო ქალაქია, ნატრის თვალია, მისი ადგილის დედა, მისი სალოცავია მარადიული. მისი შემოქმედება იმ პატარა უბნიდან დაწყებული ქუთაისის ერთი ლამაზი უბანი რო ქვია, მთელ ქუთაისს და მერე მთელ საქართველოს და ბოლოს მთელ სამყაროს მოიცავს. მისი შემოქმედება მრავალმხრივია, მეთქი შემთხვევით არ მithქვამს, იმიტომ რომ თავისივე ლექსზე შესრულებულ სიმღერას რომ შემოგთავაზებთ, მიხვდებით, როგორი ძვირფასი ხელოვანია ნიკო იმედაძე. და მართლაც ის აგრძელებს იმ დიდ ტრადიციას ქართველობისა, რომელიც დიდმა ქუთაისელმა, თბილისელმა და სრულიად ქართველმა წმინდანებმა, დიდმა კონსტანტინე და დავით ფხეიძეებმა ჩაუყარეს საფუძველი, როდესაც არაბთა შემოსევის დროს, მურვანყრულ შემოსევის დროს არ მიიღეს ურჯულოთა სარწმუნოება და ბოლომდე მაცხოვრის და სამშობლოს ერთგულები დარჩნენ. დიახ, ნიკო იმედაძის შემოქმედებითი გეოგრაფიული არეალი ხან მოწამეთას დატრიალებს თავს, ხან წმინდა წყალს, წითელ წყალს, ხან გელაც, ხან ბაგრats, ხან საფიჩხიას და ასე მისი ვულკანივით ამოხეთქილი ლექსები თუ ნოველები არის სამშობლოს სიყვარულით გაშღენთილი. დღეს თითქოს ბანალურად იქცა ეს სიტყვები. არც სადღეგრძელოს არ ამბობენ ისეთი დიდი რიხით სამშობლოს საქართველოსი, როგორც ადრე იმ ავად სახსენებელ კომუნისტურ რეჟიმში იყო, მაგრამ თითქოს ამ კაცმა გულით გამოატარა ის საუკუნეების ნაღვერდალი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და რომელმაც საქართველო 21 საუკუნემდე მოიტანა. ნიკო იმედაძის ერთადერთი წიგნი მიპყრია ხელთ, ჩემი უბნის ჰიპოსტასები, ასე ეწოდება ბატონი ნიკოს აი ამ წიგნს, სადაც მისი პროზაც წარმოდგენილია, ნაფიქრალიც და მშვენიერი ლექსებიც. ლექსები, რომელზეც საოცარი სიმღერებია შექმნილი და რომლითაც დავიწყებთ ამ საღამოს. გთხოვთ ბატონო ნიკო, მე მინდა გამარჯობა. დიახ, მოგესალმებით. მე მინდა რომ სწორედ
მისივე ლექსზე შექმნილი სიმღერით გავხსნათ დღევანდელი ეთერი. ეხლა ძალიან დიდ ბოდიშს მოვითხო, იმიტომ რომ უპირატესობას ჩემ წასულ მეგობარს მივცემ და მონატრების და მინდა რომ მისი სახელი გაჟღერდეს ავტოკვატაშიძის სიმღერა მინდა ვიმღერო. წასულია მაგარი მონატრებული კაცი საქართველოსზე და ქუთაისზე. ჩავდივარ ჩემს ქალაქში ვარდის სუნით ამყვება დღემლის ხვავილი დამრე მეფერება თან მყვება გორა თავზე დამძახი სათხარ შეუნამს ჩადირიონ საკოცე და ლამა ბედუზო მედუზო ჩადირიონ აკოცე და ლამა ბედუზო თეთრი ხიდის ექიმიდან აფრინდები ცაში დაგანვლილე ბავშვობა ჩამიქროლებს თვალწი გორა თავზე დამძახი არქნა შეუნამს ჩადირიონ საკოცე და ლამა ბედუზო მედუზო ჩადირიონს აკოცე და ლამა ბედუზო გენაცვალეთ ბრავო აი ახლა გადაცემაში მე წარმოგიდგინეთ წიგნი ჩემი უბნის ჰიპოსტაზები ბატონო ნიკოსი, მაგრამ მე მინდა დასაწყისი სწორედ რომელიც წიგნის სათაურად არის გამოტანილი თვითონ ავტორს წავაგითხო, რათა მიხვდეთ იმ ნაღვერდალის სიწყფელეს, რომელსაც ადგილის დედის და სამშობლოს სიყვარული ჰქვია. დიდი მადლობა ბატონო. პირველი აბზაცი. მე საერთოდ არ გამომდის ეს დეკლამაცია, მაგრამ ვეცდები ახლა რომ როგორც გამომდის ისე წავეკითხო. ჩემი უბნის ჰიპოსტაზები. ეს გეოგრაფიული შემაღლება 4 ისტორიული სახელწოდებისგან შედგება. უქიმერიონის გორა, სადაც წყინვალე ბაგრატის ტაძარი დგას. არქიელის გორა, სადაც წმინდა გიორგის ეკლესია აგებული სვანეთის ბოლომთავრის არზაყან დედაშკელიანის სულის საუხად. გაბაშვილის გორა, აღმოსავლეთ საქართველოდან დევნილ სუფეშკაშა სოლომონმა სამოღვაწეო და გოჭორის უბანი, რომელიც ღვთისმშობლის სიონის ტაძრით გვირგვინდება. ეს 4-ეული ჩემი წარმოსახვით ისევე განუყოფელია, როგორც 4 სახარება. აი ასეთი საოცარი შესავალით იწყება წიგნი ჩემი უბნის ჰიპოსტაზები ამ 4 ისტორიული სახელწოდების წარმოჩენით, რომელიც მე ვიტყოდი მთლიანად ხატავს უკვე შემოქმედის პორტრეტს და სულ რომ აღარ წაიკითხო ეს წიგნი, მიხვდები რომ გამორჩეულ ხელოვანთან და შემოქმედთან გაქვს საქმე. მე მინდა ეხლა სიტყვის ალავერts გადავიდე ისევ ნიკოსთან და ლექსი, მშვენიერი ლექსი, რომელიც სხვათა შორის მისი ლექსები სოციალურ ქსელში ხშირად წარმოჩინდება ხოლმე და ხან სევდას მოგრის ადამიანს, ხან ცრემს თვალზე, ხან გაგახარებს ბავშვით, თითქოს დაგაბრუნა ბავშვობასთან და იმ ლამაზ წლებთან და შენს თვალწინ გაირბენს თითქოს დასავლეთ საქართველოს ულამაზესი ხედები და რა თქმა უნდა მისი უძველესი ქალაქი აია ქუთაისი. მე რა თქმა უნდა ჩემი ცხოვრებაც ყოველთვის აი იმ ობზერვაციიდან პლაზმიდან უყურებს, როგორც აი გორიდან მოჩანს თელი ჩემი უბნიდან ბაგრატიდან მოჩანს ალბათ თელი სამყარო, ალბათ როგორც შეიძლება რომ აი ხილის ნაჭუჭში იყო და იყო ბედნიერი, რა იყო ხილის გული და იყო ბედნიერი, ერთი წყავდეს შიგნით და ყველა ისი არის ჩემთვის ეს ყველაფერი და ალბათ შემოქმედისთვის ის გარემო, ის ადგილის დედა და ეს ბოლო ლექსი არის ახლა ჩემს უბანზე. გორას მბორგავის სული ვარ, რიონის გულის მორევი. ერთ გული ორა გული ვარ, აღმა ჩანჩქერის მომრევი ნეტავა არწივად მაქცია.
გადმოგხედავდი დედაო მერე ფრთებს დავიკეცავდი დაგაკვდებოდი ზედაო გორას მბორგავი სული ვარ რიონის გულის მორევი ქორონიკონის ლუწი ვარ მოწმი ამის მროველი ნეტა შენს მიწად მაგცია შეგერეოდი ქანშია ქეჩოზე მოეხვეოდი ცაცხვების ქუჩას კარშია გორას ბორგავი სული ვარ რიონის გულის მორევი თუ კი რამ სიყვარულია შენით მაქვს მონაპოვები გორა ბორგავი ეზოა რიონი გულის მორევი აქ ჩემი ლამპედუზოა იქ თამუნიას მოველი ნეტა ვარწივად მაგცია გადმოგხედავდი დედაო მერე ფრთებს დავიკეცავდი დაგაკვდებოდი ზედაო მერე მადლობას გეტყობდი რომ ღირდა დაბადო ბრავო შესანიშნავი პატრიოტული ლირიკა და როგორი ფაქიზი გზნობა მოფერება ამ თავისი უძვირფასესი ქუთაისის ულამაზესი კუთხის და ულამაზესი კიდევ ერთი ლექსი მე ხა მინდა რომ სადაც მე ქუჩაში დავიბადე პირდაპირ სასაფროს მანქანაში და ეს მოხდა პირდაპირ ბაგრა აი გაბაშვილის პარკი სადაც ბესარიონ გაბაშვილის სახელობის პარკი აი ზუსტად იქ მიდამოებში და ხო და ძალიან მიყვარს ეხა ბუნებრივია ჩემი ადგილის დედა და ასე დავარქვი ამ ლექსს ესეც ახალი ლექსია ჩემი ქუჩა ქუჩა კადრია ფირისა ქუჩის ვართ ჩვენც ფელინები სათაურია ფილმისა ნამუსის ქვაფენილები აქ ამ ქუჩაზე ფიქალებს არანათებენ ფარნები ციცინათელებს აფრენენ ცაში აჭრილი ფრანები რვანახევარი კვირა სულს ეკაჩება ზეცის გზა ნაჩუქურთმევი კირქვა კაცივით რომ დამესიზმრა ამ ქუჩის ბოლოს პორტია ზღვასიყვარულით მძინარე ქუჩები კალაპოტი ადამიანი მდინარე ამ ქუჩის ბოლოს ხიდია თეთრი ხიდივით თოლარე ალუდა ხიდობს მინდიას საფიხნოს თავში მჯდომარე აქ ქუჩის ბოლოს აბრა დაუნომრავი სახლებით თემს მაინც არ დააბრალა კაცმა დიაცის თანხლებით თემია ქუჩის სათავე იმათი სულის ჩანჩქერი უცებ მოვარდნილ სიურჩეს ხშირად რომ ყვება სარჩელი მაინც არ მოვჭრი მარჯვენას სულაც მარტოკა რომ დავრჩე ჩემი უფალი ღმერთია და არა მკლავით მოვაჭრე აქ ამ ქუჩაზე ხარობენ დეკა ღვია და ფშაველად დაურქმევია ქუჩისთვის სახელად ვაჟა ფშაველა აქ ამ ქუჩაში სახლებზე არა დაკეტილა ურდული მაინც აბომე წყაროსთან ქუჩა რომ არის ქურდული ახლა ფილმია კედელზე კადრებად განფენილები მუდამ რომ დგახარა პრედელზე მიტომაც მეფელინები ამ ქუჩის ბოლოს პორტია ზღვასინანული მძინარე სინდისი კალაპოტია სიყვარული კი მდინარე მე ვფიქრობ პატარა პოეტურ შედევრებთან გვაქვს საქმე და დიდ შემოქმედთან და ნახეთ პოეტი როგორ ხატავს იგივე თავისი უბნის ჰიპოსტასებს არ დაკეტილა ურდული და თვალწინ გაგიელვებს მაგრამ რომ ეს ქუჩებში აი ეს სახლები არ იკეტებოდა ყველა სნობდა და მიუხედავად იმისა რომ ჟარგონულ გამოთქმას თუ ვიხმართ ჩავს აწვებოდნენ მაინც სიწმინდე იყო სწორედ ურთიერთობაში იყო სიწმინდე და ურდული არ იკეტებოდა და ნახეთ აი ესეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ ნიკო იმედაძის ეს ლექსები რაღაცნაირი ხორკლიანი მარგალიტებია თითქოს რომელიც ხან სად გაიფწყინებს ხან სად გაიფჭვინებს და სად ხან გამოანათებს იმ დიდი სიწმინდით რომელიც სადღაც წარსულში დაგვრჩა მე მინდა კიდევ ერთი ლექსი თუ სიმღერა ჯობია ეხლა ეს რომელი კი ბატონო სიმღერა ისე ბუნებრივია ნიკო იმედაძის ლექსი ეს არ არის ჩემი ლექსი ამის ავტორიც არ ვიცით ეს არის ძალიან მაგარი ძველი სიმღერა რომელიც ბავშვობაში მაქვს მოსწავლე და მინდა რომ ამას ეხლა კიდევ ერთხელ გავაცნობ ჩათირიშვილი მურმანი რომელმაც შეინარჩუნა ეს ლექსი არ ვიცით არც ავტორი მაგრამ არის ხალხური ქუთაისო შენ სიყვარულს ხელი მაგრად ჩაჭიდე აღარ ახავს ბაღის კიდეს მეობა დაჩამჭრიდე მათანე წავა ბაღის კიდე ხელი მაგრად ჩაჭიდე
აბარისი მეობახა თუ გული არ ჩავწვიდე დილანო გამითენდება არ მევიცოს კიდემზე ერთხელ თუ არ ჩავიარე ხამით ბაღის კიდეზე შვიდობით ნუ გავსულიყა უსკურულზე დაბორანაზე ერთი ვარდი თუ არ დავგე გაბაშვილის გორაზე თუ სიკვდილი გვიწერია შემოდგო მის მომგამები ღმერთო გებედრები ქუთაისში შუაგორაზე მომგალი ბრავო აი მოვისმინეთ კიდევ ერთი საოცარი შესრულება ამ სიმღერისა ნიკო იმედაძის როგორი გულით და როგორი გზნებით მღეროდა მე ხალ ფურცლავ მის წიგნს ერთადერთ გამოცემას და ნახეთ სათაურებიდანვე იღვრება სიკეთე და სითბო ბიძინიჩის ლევისის საროჩკა ხო მე წარმოიდგინეთ რა დროში გადადიხარ ეს არის მოგზაურობა დროში მოგზაურობა თითქოს იმ ჭაბუკობის დროს უბრუნდებით 70-იან 80-იან წლებს და ლევისის საროჩკა ბიძინიჩის სტუმარი აი თვითონ ამ პატარ-პატარა ნოველებში არის დიდი ტკივილი, დიდი სითბო, დიდი სიხარული, დიდი ოცნება, დიდი ნატრები ჩატეული. აი ეს არის სწორედ დიდოსტატობა ხელოვანისა. რომ შეიძლება ზოგიერთ გონია, რომ 26 ტომს რო დაბეჭდავს თუ 21 ტომს, იმითი უკვდავი შევა, მაგრამ აი ერთ გვერდზე ჩატეული ეს დიდი სიხარული და ტკივილი, ეს დიდი შემოქმედებითი გაფრწყინება ყველაფერს მირჩევნია მე. ბრავო. მე მინდა მაყოფილებით აღნიშნო, რომ აი ესეთი დახვეწილი პროზაც ლაკონურად გადმოცემული სათქმელი იშვიათად მინახია დღეს. რატომღაც რაღაცნაირად მოდაში შემოვიდა უცხოური ან რაღაცა უხეში, უხამსი, გინებით, ბილწსიტყვაობით სავსე პროზა მასკულტურას ვეძახებენ, მაგრამ ეს არის სუფთა ქართული და დედას უხმოდ უნდა უხმო. ჯერ სათაურს დააკვირდით. უკვე პოეზია დედას უხმოდ უნდა უხმო. და არის მშვენიერი ნოველა. სასწაული. მე წერან აღნიშნა თვითონვე ნიკომ თავისი გარდასული პირველივე სიმღერით თავისი გარდასული მეგობრის სული მოიგონა და აქაც აშოთა მარტიროსიანი გელა ლომიძის ხსოვნას გარდაცვლილი მეგობრის ანუ და აცოცხლებს ისე თვალწინ წარმოგიდგება სულიერად მათი სახე, მათი ხატსახება, რომ გასაოცარი ოსტატობა დევს ამ წიგნში. ან ვალოდია გრიგოლავა, კაცობის მატიანე. აი, მისი მასწავლებელი. აი ეს არის ცოცხალი დღიური შემოქმედის ცხოვრებისა ქუთაისის ამ პატარა არეალში. სამყაროსთან შედარებით ქუთაისი რა, მაგრამ აი ამ პატარა მოთხრობებში, ამ პატარა ნოველებში მთელი სამყაროა დატეული კაცობრიობის ტკივილით, სიხარულით, დარდით და მონატრებით გაშღენთილი. აი ეს საოცარი ლექსებიც, რომელსაც ვისმენთ ჩვენ, ეს შემთხვევითი არ არის, ცით თუ ეს ტკივილი არა გაქვს, კი, ყველა მიცის დღეს რომ დარდი და ვარდი მიშაკლივიც არ იყოს, ყველაზე კარგი რითმა მგონიაო, ხო? შესასწავლელი ბაწყონოზე. აი ეს სული წმინდის მადლი თუ შენში აი ეს შემოქმედებითი მაჭარი არ დუხს და მერე ღვინოთ და ვულკანის ლავათ არ გადმოიფრქვევა მაშინ ის შემოქმედება არ არის მე მინდა კიდევ ერთი ვულკანური ლექსი მოგასმენდოთ ნიკო იმედაძის რადიან ვულკანზე ლაბორაკის მინდა დიდი მადლობა ასე მსგავსი
მე კარგად გავეცადი შენ ლექსებს მით უმეტეს ლექსებს და იმიტომ მე ყველა არავის არ შევაქებ რამდენი ვიცით გენაცვალე და არის ასეთი ახალი შექმნილი დაწერილი ლექსები ქურუმების ქალაქი ასე ქვია და ჩემი უბნის ჰიპოსტასებიც ჰიპოსტასი იმიტომ ქვია რომ ეს ზუსტად თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ პიროვნება და ის ადგილის დედა განუყოფელი ისეთ მონადას ისე ქმნის ის ერთიანობას რომ სასწაული ამბავი ისევე როგორც საქართველო და ქართველობა რა თქმა უნდა ეს ზუსტი აი სწორედ აქედან არის ამოსული და იმიტომ მომეწონა ხო არ არის რამე ტრანსცენდენტალური ხო არ არის ქურუმების ქალაქი ცოტა გრძელი ლექსი არის ფორმატი გვაქვს რა მნიშვნელობაა ქურუმების ქალაქი ზაქარია რაქარია ქურუმ ქალაქ ამქარია რაკელ ქაშერ ნაკელ ქიშმირ ქათიბ რაქალია ზაქარია რაქარია მორონინობს ირონია ქარი ღერღავს საღორიას რიონდანე მირონია ზღვაშორია გზაშტორმია სათაფლის ნაჟურია ვინ ფრანგია ვინ ფლანგია მამფორიას მაჟორია ქარი მღერის ნანას მტვერის სტუმარს ელის მასპინძელი დილას ოქრო ვარცლი ვცელი შვადღეს ვერცხლი ხვალსპილენძი სკამის სამი სკახთის კამი ნაკამკამარ ნაფუტკრალი არიელი მარიელი თავს აბრუებს თავს იელი გასაღები აღსარების სურვილების გამსაღები ქურუმების მწეობა თუ შავთელი თუ მინჩხია ახლოს მოწამეთობა გულში სახლობს საფიჩხია სადავიცოდ სათამაროდ ესგელათ მაირჩია რანიჭია რაბიჭია ბოჭოლიას ნიში მუჭის დღემდე გამულეს თვალს რომ უჭრის სადმღერიან რას მღერიან დაკარგული ეშხის ხმები იშხნელებში იღურებიან რიტმი ქარი თარი ზაქარიას პიუპიტრი ბზის ხობოი ნაზამთრალი ხოი გვრიტი უცხოჭიტი ბლის შიბაკი ცალითვალი მიქრის გზაზე მძღოლი რულით გზავრით ზურგზე გადამთრალი ბალახნიდან მოსჩანს ხვამლი როგორც ღმერთის ნასიზბრალი და მიხვება კავკასის გამა ვით კარდიო გულის გრამა პეთქავს დუგუნებენ ეკონტების დაიცავენ ჩემს ქუთაის ლამპედუზოს ცამითების მოწამწყარებს ოღასკურას სტალაგმიტის ნაფერებში და გიხვება ისტორიას აიეტის სკვაფერებში მოსჩანს შორით 4 ბორცვი როგორც 4 სახარება ერთი გორა 4 ლოცვით ქრისტეს მოსვლის მახარებლად დაბლა როგორც კუს ბაკანი გულაღმაწებს ქუთაისი და საწმისის ქურდს ბატკანი ოქროს სხივებს ურავს ნისლით აქ სულ სხვა მუზა სხვა სურნელი გლისინის აქ ჩვენი გვაქვს ლამპედუზა სხვა კუნძული სიცილიის ზემოთ წვანე ყვავილა ჭომის ჭალებს გადაყურებს ცხონებული წყავილა რომ აყრუებს ბაღის ყურეს კიდევ რამდენს მოვინატრით რამდენ ასეთ გაზაფხულებს თეთრი ხიდი ვით მონმარტრი ელის ახალ ნაფეხურებს ჩემს ქალაქში არის დაფა თელ სამყაროს რომ დაიტევს უსასრულო ცოდნის ჭასთან რომ არ წყულობს სამარიტელს სხვა რა გითხრათ რა მოგიყვეთ მეც ვერ ვიტყვი ვერ ვიკაზმებ მინდა სხვებმაც თვის სათქმელი ვით სანთელი ქალაქს უნთოს გიორგის თქო ჩემს კიკვაძეს ქუთაისის ბენვენუტოს რომ ძეგლები ვით აგულინ გენიოსებს მრავლად უგოს ახალა წავალ ოღასკურას მონიავა ბარდს შეული უმეობამ მომაწყურა ურწყულ ვარცლომ ვეღარ უგლი გათენდება წავა ბინდი იწურება სხვა ისი ამღერდება შენი რინდი შენი ცადა ქუთაისი მოვა ისევ რეზო მოვა თოლა ოთარების მოვა პეყონიჟარაძე აბულაძის გიტარებით სოსოც მოვა ხარაბაძე ილო ფოტოსურათები და მარკოზის გაახარებს სადღეგრძელო რუსთაველის მოვა ვაჟა და სუხია გახურდება ხმა ბახუსის და ცალხელა პაკა ფილოს ცალფეხების როლს აუხსნის იყოს სიმონ ნუ აღბიძე სიზმარ სულზე აღბეჭდილზე სიზმა და სიზმარში მაგვიძებენ გაბრიელი და მჭედლიძე მეტი აღარ შეიძლება ეს პიკია ხიდის ქიმი და პიკასოს გაფრინდება თეთრი ხიდის ცველი გრიმი აღელდება რიონდანე შემომამსხვრებს ტანსივ ტალღებს და ცრემლებით გამაგვიძებს ზმანებაში განალაგებს აიგარ ბრავო დავიღალე ისეთი ენერგიული მე ვფიქრობ რომ ეს არის შედევრი ლექსი რომელსაც შეიძლება დავარქვათ ქუთაისური ავტოპორტრეტი იმიტომ რომ ესე იგი ჯერ საოცარი რითმებია ესე იგი მუსიკალობა რითმათა მუსიკალობა ესე იგი ვერ წარმომედგინა რომ ზაქარია რაქარია და
მუჭის და უჭრის და იქ რითმათა თანხვედრა და მუსიკალობა მიუხედავად იმისა, რომ ქართულში ჭიჭინა, ხიხინა და ესეთი ბგერებია, ამ მუსიკალობაში თუ შეიძლებოდა ამ ხელა გრანდიოზული გრძნობის გადმოცემა, მე არ მინახია, რატომღაც მომაგონა მე ნოე ზომლეთელის მოზაიკური ლექსი რომ არის იმერეთი და ესეთი მოზაიკური ის კარგად მოხდებოდა. ხო და ამიტომ ესეთი ქუთაისური მოზაიკის ავტოპორტრეტი არის თქვენი, იმიტომ რომ აქ ახსენე არა მარტო გეოგრაფიული არეალი ქუთაისის, მისი ისტორიული უბნები, თეთრი ხიდი იქნება თუ სხვა, არამედ გააცოცხლე ის გმირები შემოიყვანენ, ის პერსონები შემოიყვანენ, რომლებიც ქმნიან ამ ამინს, რომლითაც ეს ქალაქი ცოცხლობს, რომლითაც ეს ქალაქი თავს იწონებს, რომლითაც ეს ქალაქი და ეს საქართველო სხვა ქვეყნებისგან განსხვავდება. აი ესეთი საოცარი იქ ესე იგი იშხნელების ხსენება და არ ვიცი ეს მე ვფიქრობ რომ ეს არის შედევრი ლექსი. აუცილებლად ეს უნდა პრესაში დაბეჭდო რომელიმე ჟურნალში, აუცილებლად, იმიტომ რომ ამ ლექსის მუსიკალობამ გამაკვირვა. აი როგორც პოეტი, ხო, ახლა მე შეიძლება მუსიკალური სმენა არ მაქვს იმხელა, მაგრამ პოეტური სმენა მაქვს და აი ისეთი რითმათა წყობა და ისეთი მუსიკალობა, რადგანაც აი სიტყვის ენერგეტიკა თან ისეთი რბილი დადებითი ის მოდის, რომ საოცარია. ბრავო ნიკო, ბრავო, ეს არის, რა ვიცი, მე ვიტყვი რომ თქვენ პოეზიას, თქვენი ხელწერა, თქვენ არავის არ ბაცავთ და თქვენ ხართ რა, იმიტომ რომ შეიძლება სხვა მოგბაძოთ, მაგრამ და ვერ შეგეჯიბრება, იცი, ქუთაისის სიყვარულში და შენი ამ გარემოს სიყვარულში, მაგრამ აი ამ გარემოს სიყვარულით, აი მე შემთხვევით არ ვახსენე, ვულკანებით ამოხეთქავს მეთქი თითოეული ხატსახე ლექსში. ესე იგი, ყოველ სტრიქონში ისეთი ხატსახეები დახატე ამ ქუთაისური გარემოს, რომ შემიყვარდა მე ქუთაისსაც პატივს ვცემ და მიყვარს ქუთაისი, მაგრამ აი შემიყვარდა ის გარემოც, ის პერსონებიც, ის ისტორიაც, რასაც ახლა არ ყვები. ბრავო. მოდი ისევ გიტარაზე გადავიდეთ ახლა სიმღერა, უფრო მრავალფეროვანი იქნება. ბრავო, როგორც პოეტი აუცილებელია ცალკე გამოცე კიდე, იმიტომ რომ აქ არის ამ წიგნში კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს ტელემაყურებელს უთხრა, რომ ჩემი უბნის ჰიპოსტასებში ბოლოში არის ნიკო იმედაძის პოეზია, რამდენიმე ლექსი, მშვენიერი ლექსები, მაგრამ ეხლა განსაცვიფრებელი ლექსი წაიკითხა ნიკო იმედაძემ, მართლაც შედევრი ლექსი. თქვენი რჩევაც მინდა, პირდაპირ ხდესიას მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი რჩევა მინდა, რომ ეხლა გამახსენდა, რომ აი ეხლა კრებული პოეტური კრებული რომ გამოვა, როდესაც ვაპირებ გამოცემას, სხვადასხვა თქვენს მიიღეთ, ამაში მონაწილე თქვენ წამახალისეთ, რომ კიდევ რაღაც ამისთვის мотиваცია მომეცა და მინდა რომ დავასათავო ამას ვქე ჩემი უბნის ჰიპოსტასები. მას მინდა რომ დავარქვა ასე ჩემი ქალაქის პოეტური ჰიპოსტასები. ისე ჩემი ქალაქის ჰიპოსტასები. ამას უბნის როგორ მინდა ეცილე, იმიტომ რომ პიროვნებები არის აქ ყოველთვის ხაზგასმული რაღაც ცოტა ისეთი პიროვნება ქმნის ისტორიას, პიროვნებამ შექმნა, პიროვნებამ დამაწერია, პიროვნებამ რომ გააკეთა ეს, მიტომ აღმძრა ამისკენ ქუთაისის ავტოპორტრეტული ჰიპოსტასები ხარ ჯობი. ანდას, კი ხო, აი ეს ჰიპოსტასი მინდა რომ იყოს. კი ბატონო, ვიხდი. რაღაც ჩაციკლური ნახეს. ვიხდი. ისე მე ავტომატიკის და გამოთვლი ტექნიკის ფაკულტეტის პირველი დისერტაცია კიბერნეტიკა და ჰიპოსტასები და ესეთი ინტეგრალები ჩემთვის ჩვენ ახლა ძალიან ბატონ გოჩა მეუფე სპირიდონთან კიბერნეტიკული მასას დამთავრებული. ერთად მუშაობთ მე და მეუფე სპირიდონი, კი. ავტომატიკის კათედრაზე ალეკა გოგოშვილის და მე ვიყავი მართვის ავტომატიზებული სისტემების გოჩა ჩოგოვაძის. სხვათა შორის ბატონი გოჩა ჩოგოვაძეც ქუთაისის გოჩა აბულაძე. არა, მე გეუბნები ჩემი კათედრისგან გოჩა ჩოგოვაძე. და მისი კათედრის გამგეყო ალეკა გოგოშვილი. ჩვენ გვერდიგვერდ კათედრებზე ვიყავით და ხვდებოდით და მეგობრობდით კი. კი ბატონო. ბრავო. ბრავო, ეს საოცარი ლექსი წაიკითხე.
აი შევკერდი შვილიშვილს აუცილებლად უნდა ვიმღერო ის სიმღერა შეიძლება თემასთან ახლოს არ არის მაგრამ დაბადებასთან დემოგრაფიასთან და ამასთან არის აუცილებლად სპეციალისტ მე მგონი თბილისში დაიწერა ეს სიმღერა ვიცებს აქვს შენ დაიბადე ბაბუ იმ დღეს დავიბადე მეც ნუ გაგიკვირდება დადუ შენი ჭკუის რომ ვარავე ვიცი რომ ანეტარებ ახლა თავთან ვიშობელი გიზის შენი ანგელოზი იყო ჩემთან ზღაპარს საუღებო მიწვი გულის გამოგზავნა მინდა აცი სულ ჩემი ხარ ერთო ჩემო ბაცაძინა ციდა ჩემო ბაცაძინა ერთო შენ რომ გაიზრდები ბაბუ მე რომ დავბერდები ნიდა ზეცას ამოძახება იქაზე გავიგონო მინდა შენ რომ გაიზრდები ბაბუ მე რომ არ ვიქნები და საფლავს ჩამოძახება იქაც გავიგონო მინდა ახლა დაიძინება ზღაპრის უნდა გავხსნა გუთა თავთან ანგელოზი გიცდის ძილში გამეზარდო უნდა შენ რომ გაიზრდები ბაბუ მე რომ არ ვიქნები ნიდა ზეცას ამოძახება იქაც გავიგონო ნანი დავო ეს ნიტაზე ძნება ჩემ შვილიშვილს და ყველა შვილიშვილს დიდი მადლობა შეკიდე და დაუბრუნდე ამ წიგნს ჩემი უბნის იპოსტასები და ორი საოცარი ნოველა ჩვენ ამ კაცობის მაგალითზე გავიზარდეთ და უჯრაში ნანახი ბაბუას წერილი ახლა ბაბუაზე ამ სიმღერამ გამახსენა მთელი ცხოვრების ფილოსოფია ამ ორ ნოველაში ჩადებული და მე მინდა თქვა რომ ისევე როგორც პოეზიაში პროზაშიც თქვენი გზა გაქვთ ნაპოვნი თქვენი სტილი თქვენ არ აბაძავთ არავის აი ამ თქვენი ნოველებით არ არის ეს მარტო უბრალო მონატრება ქუთაისის მონატრება გახსენება ბავშვობის აქ ის ტკივილი და ფილოსოფია ჩადებული და ესე იგი შემთხვევით არ ყოფილა რომ თქვენ აი ჭაბუკობის 15 წლის ვიყავი ხო? კი 15 წლის ასაკში რომ მოგზაურობდი სამსახურდიას და მერაბ კოსტავას 99 წლის ნოემბერში შეგვიძლია უკვე ვიდექი. აი უკვე იდექი. ესე იგი აი ამ ქართველურმა ეროვნულმა ივერიულმა ატმოსფერომ თქვენში სწორედ აი ეს წარმოშვა ესეთი ეროვნული ფილოსოფიური შრეები ეს არ არის. გადამწყვეტი როლი ითამაშა. იცით რა არის? დღეს კი წერენ ნოველებსაც, მოთხრობებსაც და მე თვითონვე ტრაბახობენ, იცი მე აი კამიუს ხო არ ვბაძავ, ან სარტრის ხო და ან არა ეს არის ნიკო იმედაძე, ქართველი ქუთაისელი კაცი, რომელშიც წვეთი სისხლი არ არის, არა ქართული და ერთი სტრიქონი არ არის, რომ მისი პოეტური შემართება არ ჩანდეს. საოცარი. მე კიდე მინდა რომ ერთი ლექსი წაიკითხო, იმიტომ ამას წინათ საოცარი ლექსი იყო, ესე იგი ცრემლი მომადგა თვალებზე და ვეღარ ვიხსენებ ხლა.
ესეც ქუთაისი ქუთაისი ამას ჩემთვის აბსოლუტურად არ ეგონოს იმის რაღაც ურბანულ რაღაც მიკორძოებას და არა ეხლა ხო აი ჩემი ლექსები ძალიან დიდი ნაწილი ქართლს ეძღვნება და თუმცა ვერაფერი დავალაგებ არა ცოტა გვიან მაგრამ მოხდება არა გაგიკვირდეს ეხლა ხო იცი იესო მაცხოვარი რო ჩავიდა მაშინ ეს ხო ჩვენი იოსების ის არის ეს იმის შვილი მარიამის შვილი კი დურგალის აი ზუსტად აკრას მოიტანა კიდეც ახლა თვითონ ქრისტე უფალი ახსენეთ მადლობა მის წინაზე აფხაზურად ქუთაისი ქუთა ქალაქი ისი ქრისტეს ქალაქს ნიშნავს და ასე დავარქვი ლექსად გილამშვიდობისა ქრისტეს ქალაქი გურა გაისათაური დაგირხმევია თუ შედგომი ხარ გორის გალავნებს ხორხების კიბეს დაძველ ქუთაის ოღასკურიდან რიონ დანემდე ნახავდი მცირე იერუსალიმს თუ კი გინახავს ის 4 გორა როგორც 4 თავი ახალი აღდგმის მოგაგონებდა გორა გოლგოთას ადამის ქალა რომ გავს ქუთაის თუ დაჩოქილ ხარ რიონის პირას სადაც სიონი კირბებს უხარის მიუტმასნია გედსიმანია ქრისტეს კვართივით კირქვებრ ქუთაის თუ კი გსმენია სამი ოთარის სამი კაცობის ერთი მეობა ჩაგიტევია მაშინ სამკენჭში გარეჯელივით სარწმუნოება და თუ კი ახლა შენ ცრემლი მოგდის და ხელში გიჭერს აპეურები მაშინ შენშია ქრისტეს ქალაქი კვირინეოსის ნაფეხურები შენერი ბრავო ესე იგი რა საოცარი შედარება როგორც 4 თავი ახალი აღქმის ეს 4 გორა და განუყოფელი და მე იქ ქრისტეს კვართს რო ადარებ უკვე ნუ ეს არის მართლაც კი მართლაც კი ქრისტიანული და ადრე ქრისტიანული საოცარი პორტრეტები და შტრიხები შემოგაქვს ბრავო ესე იგი მე აქ ამ ლექსების რომელიც წარმოდგენილია ჩემი უბნის იპოსტასებში ამ ლექსებზე უკვე სულ სხვა მიმართულების ლექსებია ეს ახალი რასაც გითხულობ მე ვფიქრობ რომ ხო ეს აუცილებელია რომ ცალკე კრებულად გამოცე დიდი მადლობა აი შემთხვევით ის კი არა რომ ვიღაცამ გადაშალოს და ბოლოში ნახოს ლექსები თქვენმა სიტყვა ძალიან დიდი როლი თამაშობს ეს ცალკე გამოსაცემი იმიტომ რომ იქიდან დავიწყებ იქ არა მარტო გეომეტრიული ხელწერით განსხვავდება ლექსები ერთმანეთისგან, არამედ მთლიანად შენი სტილი პოეზიისა სულ სხვა. სულ სხვა არ არის აი ესეთი რაღაცა ვიღაცის მიბაძვა. და აი ის რო სპეციალურად თქვა გეომეტრიული კონფიგურაციას ლექსს აკეთებ, არა. შენში ეს მუხტი ხო, აი ეს პოეტური მუხტი სწორედ ამ ტაქტით მოდის, იცი? აი ეს არის, ამიტოა. ამას სხვანაირად ვერ დაწერ. ვერ მოინდობ. კი, ვერ მოინდობ. წაგეშლება რო იტყვიან. ბრავო, კიდევ ერთი ლექსი და რეზო გაბრიაძეს რო არ მოეფერო ეხლა გენიოს ნატელში იყოს. რეზო გაბრიაძეს შერო რომა შერო ღმერთი მომიჯნე გვერდით შერო გულში ამიტოკე ძაფები იმ თოჯინას ბავშვობას რომ მაგონებს როგორც უწინ ისევე თამაშები ისე ვიფურთხები ხიდიდან ისე ვითვლი წყალზე რგოლებს ჩემს ქალაქს რომ გლიცერინის სუნი აქვს კეპს რომ უხდის ნიავს მონაკროლებს ისე ვაჟღრიალებს მათე არქიელის იმ გაბზარულ ზარს ისე ვიღაც შიბაკიდან უსტვენს უცხოჩიტის ხმას რომ ასე გავს ისე ცაქრიალას ვაგებ ისე შილას პასაჟირი ვარ ამ ჩიტისფერ სახლებს გორას შეფენილს დავარქმევდი ლიზიკოსთან ვალს ისე კივის ელმავალის საკვირი ჩემი გულის სადგურია აქ სევდის ფუნჯის ეს იუმო ფრესკები ქუთაისის ქალაქი აქ ვიდრე ხიდზე ხულიგნები დადიან ადრახნია ჩემს ცველად რომ დგას ღვთის კალთაზე შეწმენდილი ფუნჯები უკვდავების დაუნჯებას გავს შენ რო ღმერთი მომიჯნე გვერდით შენ რო გულში ამიტოკე ძაფები იმ თოჯინას ბავშვობას რომ მაგონებს როგორც უწინ ვეღარ ვეთქვი ბრავო ნიკო ბრავო მადლობა და აი ისეთი
უცნაურ სიტყვებს მოძებნი ხომ აქ ხო ესე იგი შიბაკი და რუსტოენს და წეგან თქვი ესეთი საოცარი ესე იგი ხატსახე ვითომ არაფერი ხო და ბლის შიბაკიო ესე იგი აი გასავსი ხო არ ვწდები მაგრამ ხო აი ესეთი საოცარი ხატსახეები შემოგაქვს წეგან შემთხვევით კი არ თქვი რომ აი ეს ხორკლიანი მარგალიტებისნაირი გამოფწკინებებია იცი აი მე როგორ პოეტი ამას უყურებ ასეთ აი ამ კურსი რა კარგია რა ბრავო სკულპტურული თამწერალიდან კითხვერიდან მოდი რომ ყავს რომ რა კარგია რომ თანაო მე ვარ ძალიან ბედნიერი ვარ რა ნელ-ნელა ჩვენი გადაცემა თუ არ ვწდები ახლოვდება დასასრულს გვაქვს კიდე ალბათ დრო და მინდა კიდე სიმღერა რა ვთქვა ბატონო აგზალულია თურმე აჯარიმებენ რუსული სიმღერების გულისთვის და მე ხა ქართულ სიმღერებს ძალიან არ მომწონს ეგ ამბავი იმიტომ რომ მაშინ ბახი უნდა აგზალო გოეთე და რა მაშინ თუ რუსეთს 20% აქვს ჩვენი მიწერის საქმე აგერ სამხრეთში ბატონო 34% აქვს თურქეთს საქმეული აუკლარჯეტი ლაზეთი არტანუჯი და რა ვიცი და მაშინ რატო აჩვენებენ ამ დამპყრობლის თურქულ სერიალებს ვითომ ჩვენ ახლა ნუ რაზეა საუბარი ეს არის პოლიტიკური გოიმობა მე აუ ძალიან პირდაპირ შეფასება არ შეიძლება იცი ეს ხელოვნება სიმღერა მხატვრობა პროზა ესე იგი მოდი ავკრძალოთ ახლა ტოლსტოი და ავკრძალოთ დოსტოევსკი არა ან რუსული ან ჩეხოვი ავკრძალოთ ან ივან ბუნინი არა ეს გენიოსი არა როგორ შეიძლება ეს არის კიდევ ამბობ ეს არის პოლიტიკური მაინც ქართულად ვიმღერებთ თქვენი დებატით კი ბატონო მე გადავდოთ კულუარებისთვის ეს კი ბატონო ან მე შემდგომ საქმეს კაცებად მოდიშო ნანასა ზაბარზე გიამოს ჩადარი ცეცნა მალერ სიტამოსო იჩვებით ნავადარი საქართველო ავამას სხვა საქართველო გამოაღე თაზოთი უნდა დავამთავრო ჩქარაკარი ჰაირივით ჭირდები ეს არის თაზოს მონიტორი მე მინდა ლექსით დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა კი ბატონო აუცილებლად მე მაინც ძალიან ისეთ ზღვარზე ვდგევართ ეხლა ძალიან ცუდ პერიოდში და ეპოქაში მოგვიწია ყოფნა იმიტომ რომ ძალიან დიდი პერიპეტიები ხდება და ძიმე ბრძოლა ჩვენ ასაკში 15 წელს ვიყავით 16 ეროვნული მოძრაობის დროს ვიცოდით ორი გზა სიწმინდის და ბოროტ ეხლა ისეთი გაფერადებულია ყველაფერი რომ ძალიან გართულებულია და მაგრამ ვინც ჭეშმარიტების გზაზე დგას იმას მაინც არ შეიძლება გადავჭედით იმედია რომ გადავჭედით აი ეს მოკლე მინიმა მინდა რომ წავიდეთ რომ ყველა ქართველის გულში ჩემი ქართველების გულში არა ქართველისა ქართულად ვინც აზროვნებს ჩემთვის ქართველი არ არის ეთნიკურობა მარტო ეს ხო სულიერი მდგომარეობა სიკვდილმა მითხრა სანამ გეწვევი ერიდე ჩემს ძმას ჩემზე ავია მე ერთხელ მოკლავ ის კი 1000-ჯერ სიკვდილი ჩემი ტყუპის ძალი ეს მინიმა არ და ეხლა მინდა რომ სხვა აი ბოლო ლექსით დავამთავრებ ძალიან ესეთი ლირიული ლექსია და დავამთავრებ ლირიულად და კარგად წავიდე ჩვენი ქვეყნის ცხოვრება რა თქმა უნდა ბრძოლებში ოღონდ იმედიანად და მთელი ამინ სხილმა ნისლი დაპატიჟა სახლში გაუფინა ძირს სისხამი დილა შეერია რძეყვითელის გარში როგორც გულში შერეული ცილა შემოგძანდნენ კლდის ქიმები სტუმრად მერიქიფენ ქარს გაზძახა ეფო ქრისტეს სისხლა იქვე იჯდა უბრად ბექობების მოაქინე დეკო თავში იჯდა მყინვარწვერი თამადად ეს ალპური წინაპარით მათეთრი თები ირგვლივ ნეფეს ესხდნენ თავადად როგორც ნისლის
დაფარული საკვერთხი გაეშალა ნისლს ისლების არვე გულისპირზე ჩამოღროდა ღვინო სათიბებზე აღვიძებდა კარვებს გლეხი კაცის ცელი საღიღინო აეშალა ნისლს ქეიფის კულა თანდათან ხომ სპილენძდება ოქროს მასპინძელი სხივით ავსებს კულას და თამადა სუფრას ლოცავს ბოლოს მიაცილებს ნისლს მზეკარის კაბადონს კიდევ ერთხელ ჩაეხვევა ცილას ალბათ სადმე დაენახა ნიკოს ნისლის მზესთან განშორების დილა ბრავო ეს ნიკო იმედაძის შემოქმედება იყო ჩვენ ამით დღევანდელ გადაცემას ვასრულებთ ჩემი სტუმარი იყო მართლაც საოცარი და განსხვავებული შემოქმედი მართლაც უცნაური შემოქმედი როგორც გადაცემის დასაწყისში მოგახსენეთ ნიკო იმედაძე ჩვენ მისი წიგნიც ჩემი უბნის სიპოსტაზებიც გავაცანეთ ჩვენს ტელემაყურებელს მისი სიმღერების მისი საოცარი და ძვირფასი პოეზია და მე ვსურვებდი რომ ბედნიერ საქართველოში ერთი ლამაზი პოეტური კრებული კიდე შემატებოდეს რომლის ავტორი იქნება ნიკო იმედაძე ეს ტკბილ მოუბარი შემოქმედი პიროვნება ქუთაისიდან მერცმა გაგიმარჯოს ჩვენ მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის კარგად გრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო